სანამ ანთებდნენ, კი ანთებას აპირებდნენ, ძალიან შემეშინდა, ვაღიარებ, შემეშინდა პროვოკაციების და რატო? იმიტომ რომ ბავშვები იდგნენ ძალიან ბევრი, ან ჩვენ მხარეს, ესე ვთქვათ. და ანუ ახალგაზრდები ძალიან ბევრი იყვნენ და დაიტოვეში იწერებოდა აქტიურად, რომ მოდით ყველა რუსთაველზე, რომ ცოტანი არ ვიყოთ. და მე მთელი დღე იყო განხილვა რუსთაველზე ვიყოთ თუ პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან ხო არ შევიკრიბოთ. მე რატომღაც ხარს უჭერდი ქვემოთ, რომ არ ყოფილიყო იმის პროვოცირების საშუალება არ მიგვეცა, რომ ანუ 1000 იქნება, ბევრი იქნებოდნენ მოკლედ შემოგზავნილები და ამ ბავშვებზე რაღაცა პროვოკაციები არ მოხდარიყო, იმიტომ რომ იქ იმის იმედი არ მქონდა მე რომ ამ პოლიცია დაიცავდა, დაგვიცავდა ჩვენ და პირიქით იქეთ არ დაგვარტყავდა ზემოთ. მე იქიდან კიდე გავრცელდა შალვა კეკელია თუ რა ვაკიდან ბრევლის წამოსვლა და ანუ მართლა შემეშინდა და დავწერე რომ იქნებ რუსთაველზე არ გვინდა და ქვემოთ ჩავიდეთ. თან ეგეც საინტერესო სანახავი იქნებოდა მართლა რომ აი წარმოიდგინეთ უცებ რომ გათავისუფლებული იყო რუსთაველი ამდენი პოლიციელი შავ ნიღბებში და უცებ რაღაც ეს ბავშვები, კალაძის ბავშვები რომ მდგარიყვნენ ანუ რო აინთოთ აი ამ მოცემულობაში კიდე ცალკე სიგიჟე იქნებოდა ჩემი აზრით და რა მოხდა ეხლა რა ჩემ ანუ ერთ-ერთს დაუკომენტარე და იქ ატყდა ანუ ჯერ ხო მაჰაჰავეს და ძალიან აი მართლა ახალგაზრდებმა ჩემზე ბევრად ახალგაზრდებმა ანუ მე მივხვდი რომ აი ამათ რა უნდა დაუყენო წინ რომ ესენი გააჩერო აი გამორიცხულია რა ამ ბავშვებს ანუ მე რაღაც ჩვენ ალბათ ჩვენ ასაკში რაღაცა შიშები გვაქვს კიდე და სიფრთხილეები რა აქ ეგ მოშლილი ანუ გამორიცხულია რომ ამათმა რამე დაუთმონ ამას რა მე კიდე აი რაღაცა ის გამიჩნდა რომ იქნება არ შევას არა აი გამორიცხულია რომ ამათმა ერთი ნაბიჯით უკან დაიხიან აი ზუსტად ამ ეს არის ვისი იმედიც მაქვს ამ ქვეყანაში და ანუ ამ რაღაც ახალ ალგორითმს რომელიც ამ ბავშვებში არის ჩვენ უკვე რაღაცნაირად უბრალოდ ხელი არ უნდა შეუშალოთ ჩემი აზრით რა ერთადერთი ის აი რაღაც პატარა გამარჯვებასავით იყო თუ არა მაგრამ ის რომ მიუხედავად იმისა რომ აი რაღაც ისე ფუთავდნენ რომ თითქოს აი რაღაც ჩვენ პასუხისმგებლიანი ხელისუფლება და ასე შემდეგ მაგრამ აი ხო ანუ მე პირადად ხო რაღაცნაირად даже შემწყო მე ბოდიში მომეხადა იმ ხალხისთვის რომელსაც უწერდი რომ მოდი არ გვინდა ესკალაცია და რაღაც მაგრამ ну აღმოჩნდა რომ იმდენად უსუსური და კომიკური იყო იქედან ეს მე აქეთ რო გვაბრალებდნენ რომ აი პროვოკაციაზე წამოვიდოდნენ ეს მდინარეების შემოსვლა მთელი რაღაცა ცირკი იქ და ვიღაცა ქალის მისვლა და მოკლედ რა ძალიან კომიკური იყო და ძალიან აი ესეთი აი პატარა ნიუანსებით ჩანს რა ძალა დგას საპირწონეთ იქეთ რა ეხლა პარლამენტში იქ რა ცირკიც გათამაშდა მთელი დღე და თვითონ ის რომ მთვლელი იძახის რატო ყველა მათვლევინებს და მთელი ამას ხო ყველა უყურებთ, ყველა ხედავთ რა. თვითონ ძალიან საინტერესო იყო კიდე ესეც მნიშვნელოვანია. მართლა ვინც მოვიდა რა ბავშვებით, ანუ ნახეთ ეს სკრინები? ვინც მართლა ბავშვებით მოვიდნენ და ისინი რამდენიმე ადამიანი ხო ანუ ხო მაგრამ აი თვითონ იქვე რო უწერდნენ რომ რატო გაგვიკეთეთო ეგეთ სიგიჟეო რა თვითონ ოცნების წევრებს რო უწერდნენ მოტყუებულები რო არიან რა იმედი მაქვს რომ ბევრი მიხვდება რა ტყუილში ამ ყოფებს ეს ძალა ამ ხალხს ვისაც დღემდე კიდე რამის ჯერა არ ვიცი მე მაგრამ ნუ რავი ჯერათ აშკარად რა ვიღაცებს აი ბევრი რამეზეა სალაპარაკო მაგრამ რა